მოგესალმებით, მივესალმები საზოგადოებას. DGG-ს გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით 2024 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 6.7%-ით, აქედან გამომდინარე 2024 წლის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 9.9%. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა. ეს გახლავთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორი, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორი. როგორც მოგეხსენებათ, კლების მიმართულებით აღსანიშნავია ორი სექტორი, ეს გახლავთ დამამუშავებელი მრეწველობა და ეს გახლავთ სასტუმროების და რესტორნების სექტორი. როგორც მოგეხსენებათ, საგარეო ვაჭრობის მონაცემების მიხედვით დეკემბერში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 6.8%-ით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი გაზრდილია დაახლოებით 21%-ით, ხოლო წლიურ ჭრილში როგორც ექსპორტი, ისე იმპორტი გაზრდილია დაახლოებით 8%-ით. ასევე აღსანიშნავია, რომ 2024 წლის დეკემბერში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით 6045 ახალი საწარმო, რაც 17%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ზრდა ძირითადად მოდის ინდ მეწარმეების რეგისტრაციის მაჩვენებლის ზრდაზე, გაზრდილია აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 25%-ით. ეს ეხება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ინდ მეწარმეების რეგისტრაციის მაჩვენებლის ზრდას. 10%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ DGG-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 16 მილიარდ 480 მილიონ ლარს გადააჭარბა. რაც შეეხება მიზეზებს სექტორების მიხედვით, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში და ძირითადად განაპირობა კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების დამ, ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორში და დაკავშირებული იყო სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლების ზრდის პარალელურად გაზრდილია ტვირთის სატრანსპორტო დამუშავების და დასაწყობების მაჩვენებელი. ვაჭრობის სექტორში და ძირითადად დაკავშირებული იყო მსუბუქი ავტომობილების და მათი დეტალებით ვაჭრობის მოცულობის გაფართოებასთან, გაზრდილია ასევე საბითუმო ვაჭრობა ბუნებრივი აირით და საცალო ვაჭრობა კვების პროდუქტებით, სასმელებით და თამბაქოს ნაწარმით. რაც შეეხება ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორს, ზრდა დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამირების, კონსულტირების და მათთან დაკავშირებული საქმიანობის მომსახურების მოცულობის გაფართოებასთან. ხოლო პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო საბუღალტრო, სააღრიცხვო და აუდიტორული საქმიანობის მომსახურების მოცულობის გაფართოებასთან, ასევე ბიზნესის და მართვის საკითხებში საკონსულტაციო საქმიანობის მოცულობის ზრდასთან. როგორც თავიდანვე აღვნიშნე, კლების ტენდენცია შეინიშნებოდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში და სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში. დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში კლების მიზეზად გვევლინება შედარებით დაბალი მაჩვენებლები მეტალურგიულ მრეწველობაში. ეს განსაკუთრებით ეხება თუჯის, ფოლადის და ფეროშენადრობების წარმოების მოცულობის შემცირებას. აქვე აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 86%-ით შემცირდა დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ფერო-სილიკო-მანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი, ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატების და თურქეთის მიმართულებით. რაც შეეხება სასტუმროებისა და რესტორნების სექტორს, კლების გამომწვევ მიზეზად გვევლინება წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სარესტორნო მომსახურების მოცულობის შემცირება და ზოგადად მზას საკვებითა და სასმელების მიწოდების საქმიანობით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის შემცირება.